გარკვი დაგვაკონტროლე რა. უშკულიში დავბინავდებით ერთი დღე, მე ჩავალ მესტიაში და მესტიდან გვაქვს ბეჭოსკენ გეზი. თქვენი რომ ეცავდა. დავჭით კოტეჯის გარეშე. ადი ბიჭო, აი კეთი, რასაკეთე, ძმაო. დილის სამზადისი პროცესი. მიშო რა გააკეთე? მე გავაკეთე. ეხლა გამოვიდი კაფე დოშტულიდან და თოვლი მოდის. სვანულ მალის ვერი შორი. ახლა ძმაო. ეს იქ ნიჟარა. საკმაოდ თბილი და კარგი ადამიანი, ვიყოფა კოშკების შესახებ ისტორიას. ყველაზე მაღალი არა არის. საწავის დამატება არ ჭირდება თქვენ? მეგობრო, ჩვენ მოგზაურობა გრძელდება. ეხლა ვიმყოფებით ლენტეხში. დიდხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით ისევ, საზაფხულო ვარდადეგები ქონდა და დავბრუნდით მოკლედ. არ დავკარგულოთ, ჩვენი ერთგული მაყურებლები ისევ ჩვენთან იქნებიან და იმედი გვაქვს, რომ მოემატებიან, რა თქმა უნდა, ხო? რა თქმა უნდა. მოგესალმებით, მეგობრებო, კიდევ ფაქტია, ემატებიან. ეხლა ვართ ლენტეხის შესასვლელთან და იწყება ჩვენი მოგზაურობა ზღაპარში, აი რომ გახიდავთ ამ ხეთს, ზღაპარს გავს, მეც არაფერს არ გავს, სულთა ზღაპარი. აქედან გამომდინარე, დაელოდეთ ჩვენ ვიდეოს, ბოლომდე უყურეთ. დატკბით კადრებით, გამოიწერეთ კიდევ ერთხელ არხი, იმიტომ რომ დასაწყისში უნდა ვთქვათ ხოლმე, თორე მე ბოლოში ისეთი კადრებია ხოლმე ავიწყდება ხალხს არხის გამოწერა ისეთ შეყვებია ხოლმე. დღეს ისიც უნდა ვთქვათ, რომ თითქმის სრული შემადგენლობით ვართ. ნიშნავთ, რომ ჩვენ ჯგუფს ყავს ახალი წევრი, აუცილებლად ესეც ასაღნიშნია. ირაკლეს ყავს უკვე ჩვენი ჯგუფის ახალი წევრი. კი. ჯერჯერობით გზას კარგად გაართვა თავი, ტრასაზე იდეალურად დადის, ვნახოთ ეხლა რას იზავს სვანეთში. პირდაპირ სვანეთში დაიწყო გატესტვა ირაკლიმ თავისი. აბარა. ბაყაყის. არა, ხო, ბაყაყი ქვია. ხვლიკი. ხვლიკი. ბაყაყი ქვია, მაგრამ ეს არის ხვლიკი. всё, კაი. ერთი სიტყვით დაელოდეთ ვიდეოს და დავიწყეთ. მე მგონი დროა უკვე რომ შევუდგეთ გზას, იმიტომ რომ ღამდება და მოვასწროთ ზაგაროს უღელტეხილის გადაღება. ძლიერი წვიმის გამო ამ დღეს ბევრი კადრები ვერ გადავიღეთ, მაგრამ სიურპრიზები ამით როგორც ჩანს არ დამთავრებულა. დავჭით კოტეჯის გარეშე უშუქობის გამო სამწუხარო. ერთი კოტეჯი ვნახეთ, მეორე კოტეჯს ვეძინეთ. კიდე გადავდივარ, არ ვიცი ეს ხიდი ფუნქციონირებს თუ არა, ისეთი ლენტებია გაბმული აქ მეშინი გადის. არა გადავედი. მოკლედ რა ვიგო. ნახეთ მოძებნეთ საცხოვრებელი უშულში. დაგვაბინავა ეხლა პაკა. ვახო არის შეგვიძლია თურმე აქ ადგილობრივებთან და აქ ირავის ორმაგ ფასში კოტეჯებს. არის ცუდი? არის. ადამიანებო, უკეთეს კუშზე გავიდე. ხოლმე გაჭირვდით გასულით. თქვენი ფუნქცია როგორ გაიგებთ? მადლობასაც გითხრა. ლაუ. ამის უნდა დილამშვიდობისა მეგობრებო, გუშინდელი წვიმიანი ამინდის შემდეგ ლის დავბინავდით აგერა ესეთ პატარა კოტეჯში ვნახეთ. დასარჩენი რომელი კოტეჯის დაჯავშნილი ქონდა, იმას რაღაცა პრობლემა შეექმნა წვიმის გამო, დენი არ იყო და ფიზიკურად ვერ გავჩერდებოდით ბავშვთან ერთად. მაგრამ ძალიან კაი კოტეჯი ვნახეთ აქაც. და ეკედან ხედი რა ხედი იშლება, ეხლა განახეთ მაგასაც. აი ეს არის მეგობრებო ხედი. აქეთ ლამარია, აქეთ შხარა. მოგწონს სვანეთი დემე? კი შეფუთულ ხარ.
პირველ დღეს უამინდობის შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენით, რომ მეორე დღეს მშვენიერი დაგვხდებოდა უშკულში, საოცარი ხედებით, დანარჩენი შეფასება უკვე თქვენთვის მოგვინდია. აქეთ არის ესეთი აყვითელებული ყველაფერი. მთელი უშკული. და მეორე მხარეს არის წყინვალე შხარა. არაფერი მოიტყო, სად იყურები, ბიჭო, ისიც არის, სად უნდა გაიხედო. გუშინ არ ჩანდა არაფერი. ვაფშე არ ჩანდა არაფერი გუშინ. ეს არის უშკულში დილის რუტინა. ყოველდღიურად უნდა ადგე ამ ხედის ფონზე ყავა მოადუღო, მიირთვა და დაგეგმო შემდეგი გასვლა. შემდეგი გასვლა სად გავიდეთ ახლა, საიდან რა გავაკეთოთ, როგორ მოვინახულოთ ეს ადგილები. მაგას ვფიქრობ ახლა მე. შენ რას ფიქრობ? როგორ დავალაგოთ? ჩემი აზრით ახლა ზედა კოტეჯისკენ შეგვიძლია ასვლა, ჩვენ ნაყოფები ვართ ერთხელ უკვე და ფიქრობ, ფიქით ასვლა იქნება კარგი. კოტეჯში შხარის ძირში რო ავიდეთ, მაგას გულეს. დავიწყოთ, მოდი აქედან დავიწყებთ შხარიდან. მერე წავიდეთ 10-0-ზეც ყველგან მინდა დასვლა რა. სადმე რო არ წავიდე არ მინდა. ყველაზე ცუდი რაც არის ახლა ჩვენ შემთხვევაში დროში ვართ შეზღუდულები ძალიან რა. ჩვენ ხო ყოველთვის დროში ვართ შეზღუდულები. ჩვენი არხის ახალი სპონსორი ვახტანგ მოსიაშვილი. მოდი აქ ეხა ეს. ხო ხედავ კამერიდან მიმალებოდი რა. მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი. სულ დაგვავიწყდა ამდენი. ხო, ლაპარაკით და იმით ყველაფერს. გამოიწერეთ ჩვენი არხი. მოდი რამე ეს დავდოთ რა, რაღაცა. პირობა. რა პირობას დებ? მე სულ ჩემზე რატო იმაშებ? დაბაწყდეთ მე 10000-ზე ვთქვი. შენ შემომთავაზე პირობა, მე არ მაქვს არანაირი პირობა. მე ვარ უპირობო ადამიანი. დავიწერონ კომენტარებში რა გავაკეთოთ ბოლო-ბოლო, რა მოვიფიქროთ და ისე რაღაცა. ვახოს დაუწერეთ რა გააკეთოს კომენტარში. ჩელენჯი გავაკეთოთ. ხო, ვახოს დაუწერეთ კომენტარში რა გააკეთოს. ვახოს არა. იმიტომ რომ შენ ვიდეოებს აცდენ ძმაო და მაგიტო. აი ჩვენი მასპინძელი მომძანდა ბატონი ესარიონი და ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. გაიხარზე. მადლობა დიდი. მადლობა ძალიან. ძალიან დიდი მადლობა. არ მოიკლოთ. მადლობა დიდი. ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი საყვარელი. უშკულის დილის რუტინის კიდევ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ეს დავალაგოთ მაგიდაზე. დემე გვეჩხუბება. ესეთი სიყვარულით რო ხდება ხალხი. მოგიხარება ყოველთვის. ამოდით მეგობრებო უშკულში სვანეთში მოგზაურეთ. მთელი საქართველო მოიარეთ. მოასწარეთ აი ამ სილამაზის ნახვა, ყურება, დატკბით ამით, დაისვენეთ, დაიცალეთ ნეგატივისგან და იყავით ბედნიერები. და არხი გამოიწერეთ რაც თავარია. აუ ჩვენ უნდა წავიდეთ ჰაიკერს ინში, ყველაზე მთავარი რაც არის. სოფელ მაზერში ბეჩო. რა სამომავლოდ ეხლა მივდივარ. კი, რა თქმა უნდა. ვახო, ჩემ დაგეგმილ ტურზე. შენ არ დავოსპოილერო ეტაპობრივად. არა, უნდა დაასპოილერო ხალხი, ბიჭო. ხო, მივდივართ ჰაიკერს ინში და იქ იქნება რაღაც სასწაული გადავიღებ შტუგრას ჩანჩქერს. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერი არის და რავი, ძალიან მაგარი ადგილია რა. მთელი ტყე უნდა ჩანჩქერში? ხო, არ დათვი ხარ ჩანჩქერში რო ითევზავ თუ რა გინდა? გასაპირებ. რაჭული დათვი ხარ თუ ვინ ხარ შენ? ირაკლი ითევზავებს ტბაში, მე ვდებ პირობას მაგას ირაკლი ითევზავებს და თუ არაფერი დაიჭირა ირაკლი. არაფერია, ვერაფერი. თუ ვერაფერი. თუ ვერაფერი დაიჭირა, მე ნახევრად ხო სომეხი ვარ. თავისებური ჩაკრა მაინც. თუ ვერაფერი დაიჭირა ირაკლიმ, მაშინ, ნუ რაღაცა სასჯელი ექნება ყველა ვარიანტში რა. რა სასჯელს მოვიფიქრებთ. და ჩელენჯი იყოს ამის ერთ-ერთი ჩელენჯი. მოდი, ერთ-ერთი ჩელენჯი ეს იყოს, ხო. მე თუ იქ თევზი ვერ დავიჭირე. ძალიან მარტივია. თქვენ ორმა მოიფიქრეთ რაც გინდათ სასჯელი. კაი, შევთანხმდით. ხო, პირობა დადებულია. პირობა დადებულია. ჩვენ მასპინძელთან ვართ ახლა და ჩვენი მასპინძელი გვიყვება ძალიან საინტერესო ისტორიას. გაგვეცადეთ თქვენი სახელი და გვარი? ბესიკ ნიჟარაძე. საკმაოდ კბილი და კარგი ადამიანი, გვიყვება კოშკების შესახებ ისტორიას. აგერ ყოფილა ქვევით თამარის დასასვენებელი რეზიდენცია, როგორც საზამთრო რეზიდენცია იყო, შავი კოშკი რო არის. ეს არის აღმაშენებლის პროექტი კონგორიანი კოშკები და მის მერე არის სვანეთში აშენებული. მომზადებული არის საუბრად.
აი კონგური არ კიბირობს ეს არის ქვის საწყობს ამაზე იყო თავი საფუძე იყო რიყის ქვა თუ ახლოს ვინმე მივიდა და გამოყენდა ანუ ეს რამდენი ხანია რაც უკვე ეკლესიის ფუნქციით არის თუ კოშკად არის და გვერდზე აქვს ეკლესია შობის მონასტერია მაგის არის იყო თქვენ გითხარით რომ მე-4 საუკუნით არიღდება ხო ის არის სოფელი ცენტრი ჩაიაში იქ მარტო ნიჟარაძე ცხოვრობდა მე არის შემოსული დავითულიანი დავითულის შტო ბაგრატელები და ჩასახლილი ნიჟარაძე და იქ არის კატეგორია კოშკების რომელსაც მე-4 საუკუნით ათარიღე კოშკის წინაპრებს ეძახიან კოშკის საცხოვრებლად აი ეს ჩაიაში რომელიც თამარ კოშკი რო არის ეს არის უფრო ძველი კოშკები შემოჩენილი იქ ის არის იუნესკოში შესული და რესურსის მუზეუმის სტატუსი ჩვენ ახლა ყველაზე მაღალი ეს შხარა არის 5203 მეტრი ყველაზე მაღალი არის საქართველოს მთებში და ლამაზიც მიმგონი ხო გამოვედით უშკულიდან და მივდივართ ახლა შხარის ძილში უნდა მივიდეთ ამ მყინვარის ძილში ძალიან ლამაზი ხედები არის და უნდა დავათავრიელოთ და უნდა ყავა დავლიოთ კიდევ ერთხელ იმიტომ რომ თის ძილში დალებულ ყავას სულ სხვა გემო აქვს შხარა საით არის ჩემი ძმა Awid. Puchi. Labubu. Ibne labubu savitha bagajში. ამოვედით უშკულში, არა უშკული კი არა, სხარასთან ძირში. კაფე, დოშტული. შვენიერია. სიტბო, ყუდრო გარემო. შვენიერია. თავარი სტუმარი დემეტრე. ჩაის მოდუღებას ვაპირებდით, მაგრამ არ აქვს საშუალება და რატო იწვევთ? ხო, თან წვიმს. როგორც გითხარით, ამოვიდით კაფე დოშტულში, დაგვხვდა ესეთ ტკბილი ახალგაზრდები, ძალიან თბილი გარემო, ბევრი ხალხი დაგვხვდა, ნახევარზე მეტი უცხოელია, მე მგონი მარტო ჩვენ ვართ ქართველები, სამწუხაროდ. ეხლა მოგვიყვებიან, ანუ თავიანთ ყოველდღიურობას, თავიანთ
სამომავლო გეგმებს და რატო დაარქვეს კაფეს დოშტული და რას ნიშნავს? ხო, თუ გინდა მანდიდან დავიწყო. კარგი, პირველ რიგში დოშტული ნიშნავს მთვარეს სვანურად. სვანურად პარის ნიშნავს. და ამიტომაც კაფის ქვია დოშტულს ხარა. გადავწყვეტ, რომ ცოტა ორიგინალური რაღაც უნიკალური სახელი შეგვიძლია. გამოგივიდათ ნამდვილად, იმიტომ რომ მართლა. ორიგინალური არის. ხო, და სიახლე. აი, რა პერიოდს ატარებთ აქ მაგალითად? რა პერიოდში ამოდიხარ და რა პერიოდში მიდიხარ? დაახლოებით ივნისის დასაწყისში ამოვდივართ, ან მაისის ბოლოს. და ვჩერდებით ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ზოგჯერ ოქტომბრის ბოლომდეც გაჩით. თოლს ელოდებით თუ ასწრებთ ხოლმე თოლს? თოლს მე რა ხართ არის ხოლმე ისეთი პერიოდი, რომ თოვლიც არის. იცით რა ერთი შემთხვევა იყო, მაგრამ ძირითადად ვასწრებთ რა. მაინც ასწრებთ. კი. ეხლა ნახეთ შენებლობებია რაღაცები დაწყებული და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ვაპირებთ რომ გავხსნათ კოტეჯები, ასევე ორი კოტეჯია ჯერჯერობით. წინა წელს დავიწყეთ. არა, ხო ჯერ არა. ჯერ არა. წინა წელს არა, 2023-ში დავიწყეთ სამუშაოები. თუმცა წელს ვასრულებთ. რა ერქმევა კოტეჯებს? ასევე დოშტული. ნუ სახელი არის დოშტულ cafe and cabins. ანუ კაფე და კოტეჯები. ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. და შემდეგზეც რომ მოგესტუმრებით აუცილებლად და კოტეჯებსაც რო გაკეთებთ, კოტეჯებშიც გესტუმრებით აუცილებლად და მადლობა. იმედია იმდენი გამწერი გვეყოლება რომ აი ერთ დღე რომ მოვალთ, მეორე დღეს რიგი გეკრება. იმედია მადლობა. ხო, კი, და ფასები ვცდილობთ, რომ საკმაოდ მაქსიმალურად მიმსაღები ფასები არის და არ შეგეშინდეთ, მობრძანდით. ისე ამოვნებთ, მით უმეტეს გარემო არის სასწაული და ხალხი გარემოზე უკეთესი ხალხი და მადლობა. ეხლა გამოვიდი კაფე დოშტულიდან და თოვლი მოდის. სეტყვა მოდის და ნახე, გადაიღო. ამიტოა რა, უნდა მოვასწროთ, რომ 1 ოქტომბერია და თოვლი მოდის. ხო, ეხლა მივდივართ. უნდა ჩავიდეთ მესტიაში. გზაში რასაც ვნახავთ საინტერესოს, ყველაფერს გადავიხეთ. აბა დავიშვით. როდესაც გვეგონა რომ უკვე ამ დღეს ვეღარაფერი გავგვაპირებდა, გზად გვხვდება ესეთი მშვენიერი კადრი, რის შემდეგაც გადავწყვეტთ დრონი ვაფრინოთ კიდევ ერთხელ და ეს მშვენიერი კადრები მოვიტანოთ თქვენამდე. ამ ლამაზი კადრების ფონზე გვინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რადგან ჩვენი მაყურებლების 80% სამწუხაროდ არ აქვს გამოწერილი ჩვენი არხი. თქვენი გამოწერა ჩვენ არხს ძალიან ეხმარება განვითარებაში და ჩვენს ერთიორად მოტივირებული გავაკეთებთ ამ საქმეს. ამ სიმაღლეზე ვართ ამოსულები იყო. იმ ხელებს ნები თვალებად ვარ ბარნის პაჭკარი გაბერილი. აი დანგრეული გზები მომდინათ რამე. ვასფალტიანი და ამერიკული გორკები! ასად მე არის არის მოგება და მთაწვე ასფალტიანი აი ხედი დღე მესამე გამოვედით მესტიიდან ავდივართ ქორულდის ტბებზე უკან ვახო და მესტიის აეროპორტი ტაკი ხარავშებით ხო რა გვაქვს გეგმაშია რომ ავდიეთ ქორულდის ტბებზე დაახლოებით საათ ნახევრის გზა არის დანიშნულების ადგილამდე რომ ავდიეთ ტბებამდე პანორამული ხედები იშლება იქიდან წამოვალთ მე ჩამოვალთ
ბეჭოსკენ გვაქვს გეზი, ესე გვაქვს დაგეგმილი. ხო, არხის გამოწერავა ხო? აუცილებლად თქვენ გვერდში დგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აი ხა ბოლო პერიოდში რომ გამომწერები მოგვემართა. ეგ იყო ერთ-ერთი мотиваცია რომ წამოვედით ამხელა თითქმის ერთკვირიან ლაშქრობაში რა. მოგზაურობა ლაშქრობა არ არის. ხო, ლაშქრობა იქნება ფეხით რომ მოგვიწევს სიარული. არ მინდაც მოვიყოს კონდეს. აი ძმო. მაგას ხელები არ ჩამოვართო ჟუჟღიანი აქ. პრობლემა შეგვექცა მანქანასთან დაკავშირებით და ქორულდის ტბაზე მეღარ ავდივართ. არ არის მარტივი ასასვლელი ქორულზე და რაღაც დამხმარე საჭიროებები არის მანქანისთვის, რომელიც წყობრიდან გამოვიდა. უნდა დავბრუნდეთ ახლა მესტიაში და წავიდეთ ბეჩოში. თან ქორულზე, რავი, ანუ დავიდეთ და იქ მოგვიწევს დარჩენა, ან კიდე რავი, ახლა უნდა გავბრუნდეთ და ჯობია რომ სანახაობებიც გვაქვს წინ და ჯობია ახლა დღეს თავი შევიკავოთ ამისგან. მანქანას მიხედავთ, დავბინავდეთ, ჩავიდეთ ბეჩოში, იმიტომ რომ იქ არაჩვეულებრივი სასტუმრო გველოდება, გაშვენიერი გარემო. თან იდეაში რომ წავიდეთ, რავი, მე მგონი დიდად აზრიც არ აქვს, ისეთი ღრუბელია რომ აციცლება, ხო. ასე რომ მოვასწროთ დაბლა სხვა კადრების გადაღება. ეგ როგორ თქვა არ ვიცი ხა, მაგრამ კარგად დაემთხვა მანქანის პრობლემაც. ვახო. სვანეთში სვანულ მალის ვერი შოვი. ახ და ძმო. გამო თბილისში ვიცი ერთი ადგილი. With that Ura shit, Glock car now. I don't really get no fuck about who I hit. Yeah, yo, feet huffing, no action. The streets raised me, I'm a whole bastard. Can you give me what I need? I'm looking for a tall man who can lift me up my feet, who can take me higher, show me things I've never seen. მონახება როგორია? არა, კაი, აბა შენ? ნუ იპარავ, რატო იპარავ? რატო იპარავ? გინდა წაიღე 7 ლარი. 7? აუქციონია?
ეს არის გზა, რომელიც მიდის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ჩანჩქერამდე. მაგრამ სანამ ჩანჩქერთან მივალთ, უნდა განახოთ ჰაიკერსინი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ. აქ დაგხვდებათ განსაკუთრებული გარემო და სტუმართმოყვარე მასპინძლები. ეს არის ადგილი ტყეში ჩაფლული კოტეჯებით და პატარა ლურჯი ტბით, რომელშიც უამრავი თევზია. ეს ადგილი განსაკუთრებით პოპულარულია უცხოელი ტურისტებისთვის. ჰაიკერსინში დააგემოვნებთ უგემრიელეს და ტრადიციულ სვანურ კერძებს და აღდგენილი ძალებით შეუდგებით გზას რტუგრას ჩანჩქერისკენ. ჩვენ დანაპირებს ვასრულებთ, ირაკლი თევზი უნდა დაიჭიროს. აუცილებლად. თუ არა, წაგების შემთხვევაში უნდა ჩავაგდოთ გაყინულ ტბაში უნდა ჩავაგდოთ. ნახე, აი ვიდეოში ჩანს თევზები, ახლა მივაახლოვებ და მეორე. იქო მე მგონი რომ კანდიდატი ხარ ახლა წყალში ჩაგდების პირდაპირ. არა. არა, გამოვა რაღაც. ნუ გეშინია. აი ესეთი ლამაზი გარემოა, მეგობრებო. ვინც მოვძანდები დაეწევით, ესეთი სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. ნახე. ოპა. მიდი რა თევზო რაღაცა ქენი ახლა თავს უშველე. აი გაჩერდი რა. თავს უშველე. არა, კარგად აქვს გამოდებული. ჩაითვალა. ჩაბარებულია? ბაზარია, თავი ჩაბარებულია. აბარა. ესეთი მშვენიერ ადგილზე თევზაობა, ბუნებით პოვა, აი ამაზე კარგი ადგილი ჯერჯერობით მე არ მეგულება საქართველოში დასასვენებლად. აი ბუნებაში დასვენება ვისაც უყვარს. იმიტომ რომ ყველაფერი კარგად არის მოწყობილი, ანუ ქალაქიდან დასახლებული პუნქტიდან მოშორებით ხარ, წყნარად ხარ, მანქანების ხმაური არ გაწუხებს, ხალხიც არ არის ახლა იმდენი რომ შეწუხდე. მოკლედ განტვირთვისთვის არის მშვენიერი ადგილი. თუმცა როგორც რეკომენდაცია ამ ადგილს ჩვენი გვერდიდან. ჰაიკერსინი. ჩვენ მასპინძლებთან მოვედით, ახლა პატარა ინტერვიუსავით გვექნება ალეკო და ბატონი სვიმონი. გამარჯობა. პატარა კითხვებს დაუსვა და გავაცნობენ აქაურობის შესახებ. გამარჯობათ. პირველ რიგში აქაურობის ამ ხევის შესახებ რო გითხრათ, თქვენ როდიდან დაიწყეთ ეს ყველაფერი და რა როგორ ვითარდება და რა გეგმები გაქვთ ნელა გაგვაცნოთ. 2016-ში აი აქ პოტენციალი შტუგრის ჩანჩქერი სილამაზეც იყო გაიგე და ხალხისთვის უნდა გაგვეცნო რაღაცით ბეჭო გაიგე. კი იცნობდა ამ ჩანჩქერით, კი დადიოდა ხალხი, გრანდ ჰოტელიც ჰქონდა გაიგე. და პოტენციალი რო ჰქონდა გაიგე, მან რაღაცა ესეთი რაღაცა უნდა გაკეთებულიყო გაიგე, რომ გაგეზარდა ხალხის ისონა. მიგეზიდათ დავიწყეთ იქით ამ მხარეს. იქით ამ მხარეს, ხიდის იქით ამ მხარეს. შემოსასვლელში. ვა, იქით ეხლაც დგას ეს ხოხები. ხის განაშენებული ხოხები და მე დაიწყეს გაიგე იქით ასოფლელებმა გაიგე. ეს ჩვენი ტერიტორიაა გაიგე. აი წარმოიდგინე ბეჭოს ვალივთარებ და ზოგი გამოერია ესეთი გაიგე და გადმოვედით აქით. გადმოვედი აქეთ, ალეკო პატარა იყო. ავახშენე ეს რაღაცა, რაც ეხლა კუხნა არის, იმის მერე ძალიან ბევრი აქვს მომატებული მაგას. იმის მერე თქვენ ჩაიბარეთ ეს ჩავიბარე ეს ხეობა, მოყვა პანდემია. ეს რაღაცას გაჩერდა, მაგრამ ეს ბეჭოს შენება არ გაგვიჩერებია. ხიდი მაშინ გავადეთ, ეს ასფალტები, რაღაცები გავაკეთეთ. რომ აჩადებულია ახლა განსაცვლელად. როგორც კი პანდემია გაჩერდა, ბეჭო შეხვდა, გაიგე, აი სუსხვა ბეჭო შეხვდა რა, სუსხვა ბეჭო და სუსხვა ბეჭო მერე ალეკო ჩამოვიდა, დამიდგა გვერდით და დავიწყეთ ამის განვითარება, ჩავერთეთ და დღეს რასაც ხედავთ, რა ვიცი, ბეჭო გააცნო, მაგრამ მთელ მსოფლიოს, გაიგე, მაგას ვიტყოდი თავამად, თორე ბეჭოში უშბაც იყო, შიხრაც იყო, მჟავე წყლებიც იყო, მაგრამ რა ვიცი, ხალხმა არ იცოდა. კი და ქალაქში რო გავდიოდი, აი ქალაქში ხო გვიწევს საიდან ახარ მესტია დაკონკრეტება ბეჭო, არავინ არ იცოდა. ეხლა გავუჩი ბეჭო ყველა მიცის. ძველებული, ტრადიციული კერძი გაიგე, რომელიც აი ბევრ სვარმა ეხლაც არ იცის რა. დავიწყებულბას იყო მიცემული და ეს გავაცოცხლეთ. ოღონდ თევზის ფორმა მივეცით და საინტერესო გახდა რა. ვითხარი მოგვიყევი როგორია ის. გუშინ ალეკომ გამოაცხო, მომზადებაც შეუძლია. საიდან დაცავირეთ დებიაჩენის ინსპირაცია იყო ბავშვობაში აკეთებდა ხოლმე მახსოვს და გავაცოცხლეთ აქ და საფინო კერძად ჩავსვით. და
ანუ მარტივია, მაგრამ რაც მარტივია, ორიგინალურიც არის და თან უცხოა და სხვაგან ვერ გასინჯავენ და დააგემორებენ ამ კერძს. ამიტომ ამ კერძის გამოც ბევრი მოდის აქ, რომ ეგ კერძი გასინჯოს. ანუ ესე იგი სვანურ მარილში შესუნელებული კალმახია, მთლიანად ცომში იდება და ცხება სვანურ ღუმელში. აუზიაროთ ინგრედიენტები ყველაფერი ხახმოვიწყდა. მაგრამ ბევრმა იცის, მაგრამ ვერავინ ვერ მოგბაძა. დღემდე ვერავინ ვერ მოგბაძა რა. იმიტომ რომ აუცილებლად მაგინ აქ უნდა მოვიდე რომ ეს არა, გაყინულით არ გამოვა გაიგე. თან იმის ნაჭამი გაიგე, აი საჭმელს ვაჭმევენ, თევზის საჭმელი გექნებათ ურთიერთობა გექნებოდა, ხო, რამყრალი სუნი აქვს. ჩვენ საერთოდ არაფერს არ ვაჭმევთ. თან ყველაფერს ჭირდება სვანური ფეჩი და შებოლვის არომატი, რომელიც შეშას აქვს. შეთანხმებული სტრატეგიაა 2027 წლის სტრატეგიაში შესულია, აი ჩვენს ტერიტორიის ქვემოთ იყოს ნაციონალური ისა ნაკრძალი კი არა, პარკი, ნაციონალური პარკი, რომელიც განვითარდება აი ესე ბუნებრივად. კალმახის გაშვებას ვაპირებთ, წითელწინწკლიანი, რომელიც გამრავლდება, რომელზეც თევზაობა აკრძალულია შესაბამისად. იქნება რაღაც და მამაში მინდა მინერალური წყლები ჩავრთო, იმიტომ რომ მინერალური წყლები ძალიან ბევრი გვაქვს ბეჩოში და სხვადასხვა იმის სამკურნალოს, სხვადასხვა ორგანოს სამკურნალო არის. ეხლა მინერალური წყალი აქ 1 კილომეტრი რო არის, სკელი სვანურად ნიშნავს წვიუს. და სკელში მჟავე წყალი ქვია, გაიგე. დღემდე მოვიდა ეს სახელი და ეს აქეთ არის გზაზია პირდაპირ და მაგ მჟავე წყალზე მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს მარხილით ამოყავდათ, მაშინ მანქანები ესე არ იყო, მარხილით ამოყავდათ მოხუცები, ან ტკივილები ქონდათ ან რაღაცა. ზოგი ხო, პალატკას დადგავდნენ, ვანა ქონდათ დიდი ტაშტი. ნუ ვანების შემდეგ მაქსიმალურ ერთ კვირაში თავის ფეხით ბრუნდებოდნენ უკან რა. სამკურნალო წყლები. ხო და მონადირის ნათქვამია კიდე გაიგე, მაგით თვალი თუ იბანეო, არასდროს არ დაგჭირდება ისა თვალის ექიმი. მე მგონი ჩვენ მოგვიწევს. მეორე მინერალური წყალი არის, სოდა შეიცავს და უჭმაწლავითთვის არის იდეალური. ელოდები ხო შენ თავს? არა მე თევს რას ველოდები? მე თევს არ მე თევს ნამდვილი მე თევზე თავის დაჭერილ თევს არ ჭამს. სხვის დაჭერილს ჭამს. არა, იმით ნამდვილი მე თევზე სიამოვნებებს იღებს პროცესისგან. დღე მეოთხე. ავდივართ დუგრას ჩანჩქერზე. მე ირაკლი ივლის იქ. მე ჭვება რაღაც. ამოიწერეთ ფრენგვინჩი. თავი გეგონება მართლა შვეიცარიაში ისეთ ხედებზე მივდივარ. ისეთ ბუნებაში. ამოიწერეთ მეგობრებო ჩვენია. ამას ნახე. ბევრი ვიდეო გადავიღოთ. ამას ნახევრად ძინავს, ნახევრად ღვიძავს. ცოტა ჩამოგდებული ხონდა თავი. ხო, ბილიკსაც შეიძლება საშუალო სირთულის ბილიკია რა. არ არის რთული, არ არის მარტივი. საშუალო სირთულის არის მომზადებულები ნამდვილად უნდა იყოს. დაახლოებით 70% ჭრდილია, ჭრდილში გიწევთ. ბოლო მონაკვეთში არის ცოტა ზეში გიწევთ სიარული რა და ამისთვისაც ზად უნდა იყოთ, ხუდი უნდა გქონდეთ და
გამზისგან დამცავის თუ გექნებათ უკეთესია. თუ არა და გზემკლავიანი ბოლო-ბოლო აიწევთ მე თუ დაგცხებთ. უკან ხედავთ უშბას ვერდითა მხრიდან საკმაოდ კარგი ამინდია და ლამაზად ჩანს ეხლა თლიანად ჩანს ხო აქეთ მხარეს არის ჩვენს მარჯვნივ არის შდუგრას ჩანჩქერი რაღაცა მონაკვეთი ჩანს პატარა შიგნით უნდა შეხვიდეთ რომ კარგად გამოჩნდეს აქეთ დინარე ჩამოედინება სიგრილია გრილიბილიკია ძალიან და ძალიან სასიამოვნო სასიარულო არის რა ერთი სიტყვით და ის რა ქვია ვახო ჩამისვი კადრში რა ვახო რა არის აბა მთების უკან რაღაცას ამობდიო რაღაცა შემეცნებითი ჭრილი გავაკეთოთ შემეცნებითი გაკვეთილი გვინდა და ჩაგვეტარებინა მეგობრებო და გვემცნო აქ რა ხდება და როგორ ხდება ეხლა როგორც მივშემ განცდოთ უშბის ძირში ვიმყოფებით უკანა ფერზე აქეთ არის დურა ჩანჩქერი და ჩვენს უკან არის ყაბარდო ბალკარეთი ესაზღვრებით აქედან სხვა მეტი რა ვიცი ყაბარდო ბალკარეთი ესენი ცდილობენ და მე აჯიკა ესენი ცდილობენ მე ახლა გამამასხარავენ მაგრამ დინარეს რა ქვია ვახო დოლარა არა სასურველია ვიცოდეთ რა ახლა როცა დავმოგზაურობ და გვიყვარს მოგზაურობა ელემენტარული რაღაცა უნდა ვიცოდეთ სად ვიმყოფებით დაახლოებით რა არის ახლო მახლო და რასთან გვაქვს შეხება ეგ აუცილებელი არის ჩემ პატარა შემეცნებითი კუთხით ჩვენც უნდა ვისწავლოთ და სხვასაც რაღაცა ელემენტარული უნდა გადავწეთ ჩემი აზრით ეს პატარა ჭრაც საჭირო იყო რომი თითებს უნდა დავემშვიდოთ ხო მოვედით შდუგრას ჩანჩქერზე დანაპირები შევასრულეთ ამოვაღწიეთ და ჩვენ დაგვჭირდა რომ დაახლოებით 2 საათ ნახევარი ამოსასვლელად პირველზე გამოვედით 4:30 ახლა შესვენებებით იქ ვიდეოს გადაღებებით ყველაფერმა კი დრო წაიღო საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა ამ ყველაფერს თუმცა ამ ყველაფერად ღირდა რა აქ ამოსვლა ნამდვილად ღირდა ესეთი ლამაზი ხედი არის ეს უკან შდუგრა და არანაკლები ლამაზი ხედი არის ხეობა კიდე ცალკე სილამაზე არის. ვაღიარებ ვიძახი რომ ეს სადაც კი ყოფილვარ გასვლებზე ჯერჯერობით ნომერ პირველია. სვანეთის რეგიონი. მოკლედ შედგა ჩვენი სვანეთის ვიდეო. ეხლა დამონტაჟება აკლია და სახში დაბრუნება აკლია. ასე რომ ბანაობა? ბანაობა. აი ნახოთ რომელ საათზე ჩავალთ. თუ ისე დროს ჩავედით რომ იყოს შესაძლებელი აუცილებლად ვიბანავებთ ბაში. რაცავარია, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები, ჩვენი мотиваციაც ეგ არის. მეტი ნახვები იქნება, მეტი мотиваცია იქნება ჩვენთვისაც. შევხვდებით ახალ ვიდეოში.